დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩვენი ტელევიზიის მეგობრის თორნიკე გელაშვილის ხელმძღვანელობით არსებულ ანსამბლ ლეგენდაზია. ამ ანსამბლის ერთი კონკრეტული დღე. დღეს ბიჭები და გოგონები თორნიკეს პროფკავშირების კულტურის სახლში. მეგობარი ანსამბლის ღონისძიებაზე გამოყავს და ძალიან მინდა რომ დავესწრო ამ ღონისძიებას, ჩვენი გუნდი დაესწროს ამ ღონისძიებას და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ლეგენდას ცეკვები შემოგთავაზოთ ძვირფასო მაყურებლებო. თავად თორნიკეს შესახებ ბევრჯერ მისაუბრია და ახლაც თამამად ვიტყვი. პროფესიონალი მოცეკვავე, პროფესიონალი პედაგოგი და ქორეოგრაფი, რომელიც თავის გუნდთან ერთად ღირსეულად უძღვება იმ საქმეს, რასაც მომავალი თაობის ხელოვნებით აღზრდა ქვია და ცეკვით რა თქმა უნდა. მას ყველაზე კარგად გამოსდის ეს ამბავი. და თუ არსებობს ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ჩემს ამ სიტყვებში ეჭვი ეპარება, წავიდეთ ახლა პროფკავშირების სასახლეში და იქ შევამოწმოთ ანსამბლი ლეგენდა თორნიკე გელაშვილი და მისი დებიუტანტები სხვათა შორის. დღეს ეს გუნდი დებიუტანტების გუნდია, რომელიც ლეგენდამ უნდა გამოიყვანოს დღევანდელ ღონისძიებაზე. მაშასე თორნიკე გელაშვილი, ანსამბლი ლეგენდა და მისი პატარა დებიუტანტები პროფკავშირების კულტურის ცენტრში.
დღეს გვაქვს მოკლედ დებიუტი ანსამბლი უნდა წარდგეს ზოგადად 8 ნომრით, მაგრამ ორი თაობა იღებს ახლა მონაწილეობას ანსამბლი, რომელიც უკვე 18 წლის ბიჭებები და გოგონები არიან და ბავშვები, რომელიც პირველად უნდა წარსდგენ წინაშე, ქართველი მაყურებლის წინაშე და მეტად იგრძნობა მღელვარება, ესე რომ ვთქვათ. ნერვიულობენ და მაქსიმალურად გვინდა რომ დადებითი მუხტით წარდგენ მაყურებლის წინაშე და მე მგონიო ყველაფერი კარგად იქნება. პატარებისთვის ეს პირველი გამოსვლა, ესეთ ფართო მასშტაბში. დებიუტია, ესენი არიან უკვე 2 წლიანი ბავშვები და ეს დიდ სცენაზე პირველად დგებით, ფორმებით, ჩოხებით პირველად გამოდიან და ვამში რომ ნერვიულობენ, მაგრამ ვცდილობთ რომ შევუწყოთ ხელი ხა რომ ყველაფერი. და ისეთი ფენომენია, რომ გადიხარ უკვე ნერვიულობა მთავრდება. კი, მთავრდება. და მინდა რომ სწორად გაიგონ, სწორი ეფექტით დაინახონ სცენა, რას ნიშნავს სცენის სურნელი ჩაყლაპონ და არასდროს აღარ დაავიწყდებათ მოკლედ ეს დიდებული სიამოვნება, რაც სცენას გააჩნია რა ამ პროცესში. პატარები, რომელიც ეკვიპით წარდგებია. ქალბატონთა მთიულორი. ქართული ცეკვა, რომელიც არის დიადი, ესე რომ ვთქვათ, აუცილებლად აქედან მოდის, გულიდან მოდის და აუცილებლად სხვანაირად ვერ ისწავლება. ამიტომ სხვადასხვა კუთხის ცეკვები გვაქვს, სხვადასხვა კუთხეს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს 8 ნომრით უნდა წავსდგეთ ქართული მაყურებლის წინაშე დღეს და სხვადასხვა კუთხეებს წარმოვადგენთ. მოკლედ დავლურ ქართული, კინტო, მუხამბაზი, გურული ფერხული და ასე შემდეგ და ასე. პატარები ცეკვავენ ქალბატონთა მთიულორს. დღეს ძალიან კარგი განწყობით ვარ და მიხარია რომ პროკავშირებში ვატარებთ კონცერტს. დღეს გვაქვს ჩვენ კონცერტი, ძალიან კარგი განწყობით ვარ, ჩვენ ცეკვავთ დავლურს და აჭარულს და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენ ანსამბლს. ჩვენ თავს როგორ გზნობ ანსამბლში? მოყავს და სიარს? კი. რამდენი წელია რაც გადი? 5. ბევრი მეგობარი ყავს? კი. დღევანდელ კონცერტთან დაკავშირებით ძალიან მიხარია და ყოველ კონცერტზე ძალიან მიხარია გამოსვლა. ანსამბლში დიდი ხანია დადიხარ ანსამბლში? კი, 7 წელი. და როგორ მოხდეს? ძალიან. მასწავლებლებს ერასე? ძალიან თბილი მასწავლებლები არიან და ძალიან საყვარლები. ჩვენ ცეკვავთ მთიულორს. პირველი კონცერტია ეს? დიახ, ჩვენთვის პირველი კონცერტია. არა, ცოტათი. როგორ მოგწონს ანსამბლში? ძალიან მომწონს, ძალიან კარგად გვასწავლიან მასწავლებლები. ძალიან კარგი განწყობით ვართ, მაგრამ ცოტა ნერვიულობთ, მაგრამ პირველი გამოსვლა არის და ცოტა ნერვიულობთ. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, იმედია. ჩვენ რამდენი ხო, ეხა 3 წელი ასწავლივართ. 3 წელი ხდება ეხა სექტემბერს. არა. 3 ხდება ეხა სექტემბერს. ანსამბლში როგორ მოხდა? პედაგოგები როგორ მოხდა? ძალიან კარგი. ყველა ძალიან კეთილები არიან. ძალიან კარგი მასწავლებლები. მეგობრები და ერთგულები არიან. ყველაზე მეტად რომელი ცეკვა გიყვართ? მე უფრო აჭარული მომწონს და ქართული. რომელი ცეკვა გიყვარს ყველაზე? თეორიული. მე მეყვარს მთიული და აჭარული. ქართული. წარმატებებს ვუსურვებ ანსამბლ ლეგენდას და პედაგოგებს შეეხება ძალიან თბილები, საყვარლები და წარმატებებს ვუსურვებ მთლიან ანსამბლს და პედაგოგები ძალიან თბილები და კარგები არიან. ჩემი აზრით, როგორც ყოველთვის დღევანდელი დღე ძალიან კარგად ჩაივლის და კიდევ ერთხელ ვასახელებ საქართველოს. როგორ მოგწონს ანსამბლ ლეგენდა? ანსამბლი ლეგენდა ჩემთვის არის როგორც მეორე ოჯახი. 10 წელია უკვე აქვს სწავლობ, ასე ვთქვათ, ცეკვას და აი მართლა როგორც ოჯახში, აი ზუსტად ისე ვარ თითქოს, დაძმები ვართ ყველანი. მასწავლებლებზე რას გვერდით? მასწავლებლები გადასარევი, აი ყველა მიყვარს უზომო და ყველაზე ტკბილები არიან და აი ყველაზე საყვარლები. ყველაზე მეტად რომელი ცეკვა გიყვარს? ცეკვა? ალბათ ყველაზე მეტად მიყვარს აფხაზური. ფიქრობ, რომ დღევანდელი დღე რა თქმა უნდა, როგორც ანსამბლ ლეგენდას ეკადრება, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ანსამბლში დავდივარ 9 წელია, მისრულდება მალე 10. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, მასწავლებლები საუკეთესო მასწავლებლები არიან და სანდო მასწავლებლები არიან და ბავშვებს ისე ექცევიან, როგორც ეკადრებათ და აი ყველაფერი საუკეთესოა. და აი ცოტა მგონია რომ აი ისე ჩაივლის რომ ყველა ტაში დაგვიკრავს და აი ძალიან კარგი დღე მგონია დღეს. მე დღეს ძალიან მიხარია, მაგრამ პირველი კონცერტია და ცოტა ვხელო რომ რომი არ შემაშორს. მე ძალიან მიხარია, პირველი კონცერტია ჩვენთვის და ცოტა ვხელო, მაგრამ ალბათ ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ძალიან შინია ხა კონცერტზე პირველად გამოსვლა, ნერვიულობ რომ აი რამე არ ჩაიშალოს და რამე არ შემეშალოს, აი ამაზე ნერვიულობ ძალიან. ძალიან მიხარია ეს კონცერტი და ყველა მასწავლებელი მიყვარს. ძალიან მიხარია ეს კონცერტი და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. მეც მაგრამ მიხარია, მაგრამ ცოტათი მეშინია, იმიტომ რომ პირველად გავდივარ და მგონია რომ რამე შემეშლება და მაგიტომ. დღეს პირველი კონცერტი გვაქვს და ესე ცოტა ნერვიულობთ, მაგრამ რამენაირად გავაკეთებთ. შევეცდებით ცოტა ძალღონეს მოვიკრებთ და ჩვენი ანსამბლი ლეგენდაც, ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუებიც გიქომაგებენ. როგორ მოგწონს ანსამბლში სიარული? კაია, ძალიან მადლიერი ვარ უკვე. ძალიან კაია. მასწავლებლებიც კარგი არის, ძალიან მკაცრები არიან და უნდა იყვნენ რომ ეს შეისწავლოს ბავშვმა ცეკვა და კაი მასწავლებლები არიან. ყველაზე მეტად რომელიც ცეკვა? თიულური. აჭარული მე. აჭარულიც უფრო ძნელი რაღაცებია აჭარულში. მე აჭარულით და მთიულურით. მე ცოტა ნერვიულობ. მეც. მოგწონს ანსამბლი და კი. კარგად დასწავლია. ყველაზე მეტად რომელიც ცეკვა? აბსოლუტურად ყველა. ყველა მეც. კარგია რომ ცეკვის კონცერტი. პირველად დავესწარი ცეკვის კონცერტს ლეგენდაში. მოგწონს ანსამბლი? ძალიან კარგი ცეკვებია და მაგარი. ძალიან ნერვიულობთ ამ როგორ ხდება ეს კონცერტი, ძალიან ნერვიულობთ ყველა ბავშვი და გვინდა რომ კარგად ვიცეკოთ და ანსამბლი ლეგენდა შევაქოთ და დავანახოთ რომ ანსამბლი ლეგენდაში კარგად ვიცეკოთ ყველა და ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, ცოტა ნერვიულობთ. გამარჯობა. მე მინდა რომ ჩემი თორნიკე მასწავლებელი ამ გავხადო და ლეგენდა იყოს ძალიან ცნობილი ცეკვის ანსამბლი. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ძალიან გასახარებელი ადგა. კონცერტი ჩემი პირველი კონცერტი არის და ძალიან მიხარია გამოსვლა კონცერტზე სცენაზე ასევე ჩემი ოჯახის წევრების წინ და მინდა რომ ამ დღე ყველაზე კარგად ჩაიარო ჩემს ცხოვრებაში და იყოს ყველაზე ბედნიერი დღე და იმედია ეს კონცერტი ჩავლის თონიკე მასწავლებლის დახმარებით კარგად და გვექნება ძალიან კარგი ფილური ცეკვა. რა სიტყვით თვითონ ანსამბლის შესახებ? ანსამბლი ლეგენდა არის ძალიან გავრცელებული ანსამბლი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ჩვენთვის საერთო, ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდით, რომელიც ძალიან კარგი ადამიანები, ასევე ჩემი ნათესავების დადიან ზოგიერთები და ძალიან მიხარია აქ, რომ თონიკე მასწავლებელთან არიან ჩემი ასევე ახლობლიც. ძალიან სასიხარულოა ჩემთვის როგორც წამყვანისთვის, როცა მიწევს წარდგენა სხვადასხვა ფესტივალებზე თუ ღონისძიებებზე ისეთი ქორეოგრაფიული ანსამბლი როგორც არის ლეგენდა და რეალურად ამართლებს ის თავის სახელწოდებას, რადგან ის თავისი რეპერტუარით გადმოსცემს ქართული ქორეოგრაფიის ისეთ საინტერესო ნიუანსებს, როგორც ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის ცოტა რთულია ხოლმე დასაძლევად. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი სამხატვრო ხელმძღვანელი თორნიკე გელაშვილი მოწოდების სიმაღლეზეა, მისი დადგმა, მისი კოსტიუმები, მისი შემოქმედებითი მრავალფეროვნება ხასუსვამს იმას, რომ ის არის ნამდვილი პროფესიონალი. მიუხედავად პატარა ასაკისა, მან უკვე შეძლო არაერთი სოლო კონცერტი ჩატარება და უნდა აღვნიშნოთ შარშანდელი სოლო კონცერტი, რომელიც ნამდვილად იყო გრანდიოზული თავისი მასშტაბებით, თავისი ნიუანსებით და მინდა მიულოცო თორნიკეს ყოველი წარმატება, იმიტომ რომ მას ქართული კულტურის დიდებულება გააქვს და ახდენს ხოლმე ამის პოპულარიზაციას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სადაც არ უნდა იყოს ლეგენდა თორნიკესთან ერთად ყოველთვის იქნება გამარჯვებული, ყოველთვის იქნება საინტერესო, ყოველთვის იქნება დაფასებული და ძალიან მიყვარს და პატივისცემ. ანსამბლი ლეგენდა, როგორც სახელი მოგვითხრობს, ლეგენდიდან მოდის, ქართული ლეგენდიდან მოდის, თორნიკე მასწავლებელი, პედაგოგი, არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მოცეკვავე და პედაგოგი. ჩვენ ერთ დროს ერთად ვცეკვავდით, პარტნიორობას უწევდით ერთმანეთს, შემდეგ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ იყო, როცა თორნიკე ცეკვავდა და მასზე შემიძლია მხოლოდ დადებითი ვისაუბრო, არაჩვეულებრივი პროფესიონალია
მიზანდასახული დისციპლინა, რა თუ რამე შეიძლება ქონდეს და მისცეს ადამიანს ქართულმა ცეკვა, ყველაფერი აქვს თორნიკეს ათვისებული და თორნიკესგანაც ქართულ ცეკვას ათვისებული და ასევე მინდა მის სასამზე ვისაუბრო, არაერთხელ ყოფილა მისი გამოსვლები, რომელიც დღეს დავსწრები ვარ, არაერთხელ გაუმარჯვია საერთაშორისო ტურნირებზე და მიხარია, რომ ჩემ გვერდში ნაცეკვი ადამიანი ასეთ ტრადიციით და ლამაზად მიყვება და ბავშვებს სულში უდევს ქართულ ხელოვნების სიყვარულს. ჩვენი შვილი ცეკვავს თორნიკე მასწავლებელთან, გელაშვილთან. არის ძალიან დისციპლინის მოყვარული მასწავლებელი, ბავშვების არ აკლებს ყურადღებას, ძალიან მომთხოვნია და შესაბამისად ყავს ძალიან კარგი და აღზრდილი ძლიერი ბავშვები. უსურვებ წარმატებებს, პირველი კონცერტია ეხლა და ნერვიულობენ ბავშვებიც, განიცდიან და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს კარგად და საუკეთესოდ შეასრულებენ, როგორც უყვარს თორნიკე მასწავლებელი. ლეგენდა საკმაოდ ძლიერი ანსამბლია, მისი ხელმძღვანელი თორნიკე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს მაქსიმალურად შეასწავლოს ქართული ცეკვა, ქართული ადათ-წესები და მინდა რომ უსურვო წარმატებები და მრავალი დიდი მიღწევებისთვის მიეღწიოს ანსამბლს და თავად თორნიკეს მათ ხელმძღვანელს. ლეგენდა რომელთა სათავეში დგას უეჭერესი ადამიანის უბრალოდ საკადემიო ანსამბლ ერისიონის მთავარი სოლისტი ცეკვა ქართული შემსრულებელი ბატონი თორნიკე გელაშვილი. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბრო ამასამზე, იმიტომ რომ არაერთი გადაკვეთა თორნიკეს სხვადასხვა ფესტივალებზე, ღონისძიებებზე და რაც მთავარია გვაუცებს არა მხოლოდ ჩვენ ორგანიზატორებს, წამყვანებს, არამედ მაყურებელს თავისი ვრცელი შემოქმედებითი დიაპაზონით, იმიტომ რომ ძალიან მცირე დროში მან შეძლო არაერთი სოლო კონცერტის ჩატარება და შარშანდელი სოლო კონცერტი ნამდვილად არის აღსანიშნავი, იმიტომ რომ ისინი ძალიან ფართო მასშტაბების და ვიდრე რომ მასობით ახალგაზრდა და მოცეკვავე იყო ჩართული ამ ყველაფერში. დღევანდელი ღონისძიების გახსნა სწორედ წილად და ქორეოგრაფიული ანსამბლ ლეგენდას სამხატვრო ხელმძღვანელი თორნიკე გელაშვილი, ქორეოგრაფი ირმა აუსტრიაკო, რომელიც ასევე რისონის მოცეკვავე გახდა და ირაკლი უდუმიძე შეხვდით ამოდისმენტით სცენაზე გაიხსენებს ქართული არისტოკრატიის დიდებულება და ბრწყინვალება.
დიდი მადლობა, ეს გახლავთ ანსამბლის უფროს სწავლობა. კიდევ ერთხელ გავაცილოთ გავლენისმეტებით, ვისურვებთ წარმატებას, ძალიან ბევრი გეგმები აქვს. და გადავიდეთ სცენაზე მოვიწვიოთ ანსამბლის დებიუტანტები, ძალიან პატარებიც, რომლებიც ახლა გაბენ ნაბიჯებს. სცენაზე გავაჯილდოთ აპლოდისმენტით და უნდა აღნიშნოთ, რომ მუსიკალური თანხმობა ცოცხალი შესრულებით იქნება მუსიკოსებს აპლოდისმენტი. ასევე ვისურვებთ წარმატებას, მშვენივრობა და კონკრეტულ სამუშაოს. Second
ინდივიდუალობა და სცენაზეა ქორეოგრაფიული ანსამბლი გზება. ქართული ცეკვის თეატრი გზება
ქორეოგრაფიული ანსამბლი ლეგენდა.
მრავალი წევრი ასეთი წარმომადგენლობითი მრავალფეროვანი რეპერტუარი ბატონი თორნიკე გელაშვილი მრავალჯერ გამოვისმენელი ისურვებ წარმატებებს და მიხარია თქვენი გილა ესაფრთხებით ხოლმე ერთმანეთს ქორეოგრაფიული ანსამბლი იზიარებენ საერთო მხიარულებას, ბედნიერებას, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დავაცილოთ ამობისმენდებით და გავაგრძელოთ.